ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველა ადამიანის ცხოვრებაა გამოკვეთილი, თავისი მემაძვრის ცხოვრებით ცხოვრობს, სპორტსმენი სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს და იმათ თავიანთი ცხოვრება აქვს და საინტერესო ცხოვრება აქვს თითოეულს. მე ხო სხვა შეტაბება დამჭა. სხვა კუთხით დავინახე უკვე ბანკისი. იგივე პრობლემებით ნებისმიერ კუთხეშია საქართველოში. ძალიან მომეწონა იმიტომ რომ მაინც ჰისტებს და ასე თუ ისე ვიცოდით ვაჟა შეველა სალუდა კეთილაურს გავიცნობ დამოვაც ცხოვრებას აი ჯოყოლას სახით და იმით მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც მოწყვეტილია გარე სამყაროს რო იწვა ჩვენთან რა არ აქვს ურთიერთობა და მომეწონა იმიტომ რომ ახალს გავიცანიო პროექტ წესები რაც კლაგაც ხავდათ მაგრამ ეგეთი წესები ყველა კუთხეში უნდა იყოს იქა მოხსოვდეს ყოველ წელს ვატარებთ გასვლის დიეტებს და ძალიან მოსწონდათ ახლა ეს და ახლა რომ მანქანის საშუალება იყოს იქ ერთ-ერთ ოჯახში გადავიღებთ დაუშვათ ახალგაზრდები რომ ნახეთ ტიროდით აი შეშურდება ნებისმიერ ქალაქს ისეთი ნიჭიერი კარგი ახალგაზრდა და აბსოლუტურად მოწყვეტილი ყველა ახალქალაქი სოფლები ესაზღვრება და აი ერევნიდან ჩამოდიან იმ სომხუცოფლებს ეხმარებიან აი ტირილიც მოვდიათ ხოლმე აბსოლუტურად როცა ესეთი კომპანიებია ჩამოსული თუგით ხასაკეთებენ თუგით სხვა რამეს უნდა ამუშავონ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასაქმდეს მართალია წარმოება უნდა იყოს დასაქმდება მოსახლეობა არსად არ წავალ არც ასვე ერთ-ერთი ყველა თავისი ახლობელი ადგილობრივი კომპანია არსად არ იმარჯვებს იმარჯვებს თბილისის კომპანია თბილისის ხაშუში ბორჯობნას არაგებინებენ და ჩვენსაც მარტო შავ მუშაზე უშვებენ ბორჯომი იყო საკურორტო ზონა და ყოველთვის იყო კურორტი აღარ არსებობს და ამასთან პარალელურად ესე კი ხალხსაც უჭირს ხო